ჩემი შეკითხვა შეეხება ადამიანის აქტიურობა პასიურობის ურთიერთმიმართებას. ანუ, როდესაც ადამიანი შედის ურთიერთობაში ღმერთთან, სადამდე არის ადამიანის წილი, სად იწყებს ღმერთი მოქმედებას. ან ასე ვთქვათ, რამდენი შეუძლია ადამიანს ანთროპოლოგიის დონეზე და საიდან ჭირდება ღმერთის მადლის დახმარება. ძალიან კარგი კითხვაა, დიდი მადლობა. პირველი, ჯერ ერთი თვითონ სახარებაში არის გარკვეული გრადაცია ადამიანის შესაძლებლობების მიხედვით. ზოგს 1 ტალანტი მიეცა, ზოგს 2 და ზოგს 5. ზოგს 30 ნაყოფი გამოაქვს, ზოგს 60 და ზოგს 100. ცაზე მრავალი ვარსკვლავია, სხვადასხვანაირად ანათებენ, მაგრამ ყველა ერთ ცაზეა. ოღონ აქ არის ერთი ნიუანსი, ძალიან მნიშვნელოვანია ღმერთთან თანამშრომლობა. ხახსოვს, რომ ვისაც 2 ტალანტი მიეცა, მას კიდევ 2 უნდა დაეგროვებინა და ვისაც 5 უნდა დაეგროვებინა. კიდევ ერთი ნიუანსია, რაც მართლმადიდებლობაში საკუთრივ არსებობს. და რაც ძალიან ცოცხლობს ლიტურგიის დროს. მე სხვა დენომინაციების ღვთისმეტყველებას არ შევეხებით, გეტყვით მართლმადიდებელ ეკლესიაში გადამოკიდებულება ამ კუთხით ლიტურგიისადმი. როდესაც ვწირავთ, როდესაც ლიტურგია აღესრულება, მოგეხსენებათ, ახლა ეს არის გახსენების თვალსაზრისით საიდუმლო სერობა და გოლგოთა. მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიაში ლიტურგია არ არის მხოლოდ გახსენება გოლგოთის და საიდუმლო სერობის. არც კვლავ აღსრულება გოლგოთის და საიდუმლო სერობის. არამედ ეს არის ზუსტად იმ საიდუმლო სერობაზე ყოფნა, რომელიც საიდუმლოებასაც უფალი აღასრულებს და გოლგოთაზე ყოფნა, როცა ქრისტე ჯვარს ეცმევა ჩვენთვის. ანუ პრინციპი ესეთია, ღმერთთან დრო არ არის, ამიტომ მე შეიძლება ვიმყოფებოდე აქ, გერმანიაში 21 საუკუნეში და როდესაც წირვაზე ვიმყოფები, ეს 2000 წლოვანი პერიოდი ამოჭრილი, ანუ ღმერთთან არ არის გუშინ დღეს და ხვალ, ღმერთთან მარადიული აწყო. ამიტომ წირვის დროს ვიმყოფები საიდუმლო სერობაზე და გოლგოთაზე ჯვარცმის წინ. პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ მე ჩემი ნიჭის შესაბამისად მაქსიმუმს ვაკეთებ, ოღონ იმის გათვალისწინებით, რომ ჩემთვის ღმერთის მოსვლა და გოლგოთის მისტერია არ არის წარსული, არამედ ის ჩემთვის აწმყოა. და როცა მე რაღაც ცოდვას ჩავდივარ, მე ვტკენ ჯვარცმულ ღმერთს, რომელიც ამწუწკდება. და პავლე მოციქულს აქვს ლოგიკისათვის აუხსნელი და მიუწვდომელი სიტყვები. ის ამბობს ესეთ უცნაურ რამეს, ჩემი ხორცით, ანუ ჩემი ღვაწლით ვავსებ ქრისტეს ღვაწლს და ტკივილებს, თითქოს რაც დააკლდა, ეხლა მე ვახსენებ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტემ 3 წელიწადნახევარი მოღვაწევა, ჩვენ გადმოგვაბარა ესტაფეტა და ჩვენ ვაგრძელებთ მის გზას აწყოში ისე, რომ ის ქრისტე მუდამ ჩვენ თვალწინა. ადამიანებს ეს აშინებთ და ხშირად ასე რომ საუბრობ, მეუნებიან, ჩვენ ხო ერის ხალხი ვართ და ესე იგი, თუ სულ ესე ავივსეთ რწმენით და ქრისტესად მიერდგულებით, ჩვენი საქმეები მიწიერი როდის ვაკეთოთ. ამაზე პასუხი ესეთია, რომ ქრისტეს არ უნდა მიანიჭო რომელიღაცა ადგილი, თუნდაც პირველი შენ ცხოვრებაში. ის გამსჭვალავს მთლიანად ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ არ გავყოთ ერთმანეთისგან ჩვენი ცხოვრება და ღმერთი და ამის მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს. მაგალითად, ჩვენ ცხოვრობთ და ჩვენ მუდამ გამსჭვალავს გრავიტაცია. ველი გრავიტაცია. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ საქმეებს და მუდმივად გვიცემს გული და მუდმივად ვაფართოვებთ და ვკუმშავთ ფილტვებს. ჩვენ შეიძლება მანქანას მართავდეთ და მთელი ფსიქოსომატიკა იყოს მიმართული მანქანის მართვისკენ, მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ შეიძლება გვერდზე მყოფ მეგობარს მაღალ იდეალებზე ვესაუბროთ და ესენი ერთმანეთს ხელს არ შეუშლის. ანუ უნდა გავბედოთ და ღმერთი შემოუშვა ჩვენ ცხოვრებაში, რომლის წყალობითაც ცემს ჩვენი გული.